ანუ მე გადავდივართ. რეგზეა შეჩემ. ახლა რეგზეა კი. შევარტყამ ვიწყებთ რა. დემეტრე მათე ეს არალეგიტიმური პოდკასტი ჩვენი მესამე გამოშვება, საიუბილეო მესამე გამოშვება. გამარჯობა მათ როგორ ხარ? კარგად, თავად როგორ ვიკითხოთ? რა ვერ ამიშოს. ხო, დავიწყოთ რა, საუბარი მოკლედ მიმოვიხილოთ ყველაფერი რაც ამ დღეებში მოხდა. ეს ერთი ძალიან საინტერესო რაღაც მოვისმინა. რა. ბოლო პერიოდში. რო გააჩერო ადამიანი, ნებისმიერი ადამიანი. და კითხო, რომელი იქნებოდი? შინდლერი თუ SS-ის ჯარისკაცი, რომელიც იცავს საკონცენტრაციო ბანაკს. 10-დან 10 ხო გეტყვის რომ შინდლერობა უნდა. უნდა. მაგრამ ფაქტი საბოლოო ჯამში იყო ის, რომ შინდლერი ერთი იყო და იმ მანქანაში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა. ხო. და ახლა ჩვენ გვაქვს რეალობა. სადაც? კარგი დასაწყისი იყო. სადაც პარტია, რომლის ლიდერების დაჭერილია და არიან პოლიტპატიმრები, გაუგებარი მიზეზის გამო, იმის გამო რომ წულუკიანის კომისიაზე არ მივიდნენ და ეს კომისია რას იკვლევს. ჯერჯერობით ვერ დავადგეთ, უკვე მესამე პოდკასტი წერდა. ვერ ვადგენთ რას ემსახურება ეს კომისია. ამ კომისიას ისე რა ქვია, არ დაესწრნენ და ამიტომ მოხვდნენ ციხეში. მაგრამ გამოდის ამათი პარტია, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი ყაველაშვილი გავრცელებს განცხადებას, რომ ბოდიში მოიხადეთ, თქვით რომ არჩევნებზე მიიღებთ მონაწილეობას და დაგინდობთო, ასეთ ვაჭრობის საგანი შემოაგდო. ამ ყველაფერზე დათანხმდით და გამოგიშვებთ ციხიდანო და ამ განცხადებიდან მეორე დღესვე ლელო აკეთებს განცხადებას, რომ იღებენ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში, მაგრამ საინტერესო მანდ რა არის, იცი? პირობა დადო კუპრაძემ ეგეთი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან არაღიარების თემას, რომ არაღიარონ ოცნების მთავრობა. ანუ პარტნიორებთან მიდიან ევროპაში, დასავლეთში და ეუბნებიან არაღიაროთ ოცნება, მაგრამ ჩვენ არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას. არა, სხვა შორის ახლა ლელო მანამდე განაცხადა თითქოს რომ იღებდა რაღაცა შეიძლებოდა მიეღო მონაწილეობა და როგორ ჩანს ყაველაშვილმა დააჩქარა ეს პროცესი, რომ გამოეცხადებინა მე იცი რა სწურავდა რა მაინტერესებს მათე? იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. აი მაინტერესებს ყაველაშვილს ჰქონდა ორი პირობა, ერთი ის რომ ადგილობრივ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა და მეორე ის რომ თხოვონო შეწყალებაო. ახლა მაინტერესებს ყაველაშვილს თუ თხოვ შეწყალებას, გონიცი რა არის? ესენი ხო ძალიან დიდრები არიან და ძალიან ლაქშერი ცხოვრებას არიან შეჩვეულები. ყველა ჯაფარიძე და იმას გულისხმობ ხაზარაძე. იან ხო ლაქშერი ცხოვრებას არიან შეჩვეულები, ალბათ ციხეში ძალიან დაიღალნენ. რაღაც არაკომფორტული ლოგინია ალბათ იქ. და უცებ შეიძლება და მოუნდათ თავიანთი ლოგინები და კი არა, მე არ გამოვიწყო არც მაგას. просто კარგად წილი. და ამიტომ რეალურია. და შეიძლება ხო არა, არ ვიცი, მე მგონია რომ ყაველაშვილმა ისეთი კარგი შეთავაზება გაუკეთა ოპოზიციონერებს, რომ მიიღეთ მონაწილეობა და თამხოვეთ შეწყალებაო, მაგრამ პარალელურად არ დავივიწყოთ მეგობრებო, რომ პარალელურად არაღიარების პოლიტიკაზე იმუშავებენ დასავლელ პარტნიორებთან. ეგ არის მნიშვნელოვანი. ეგ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ დასავლელი პარტნიორები რო კითხავენ. შეჩემა არაღიარება, კაი, არაღიარება გენაცვალეთ გულში, არ ვაღიარებთ, მაგრამ არჩევნებში რა დოიღებთ მონაწილეობას, მანდ რა პასუხი უნდა გასცენ? იმიტომ რომ სხვა საბრძოლო ბერკეტი არ გვაქვს. ეს იქნება ალბათ მათი პასუხი. და ეგეც ხო პრობლემაა, რომ სხვა საბრძოლო ბერკეტი რო არ გვაქვს, ეგ ორმა გადამყარებს იმ მოსაზრებას, რომ მაშინ უნდა ვაღიაროთ ლეგიტიმაცია მთავრობის რა დააშოვოს. პარლამენტში მეთქვი, ეხა არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ აღიარეთ. ხო, აბა, ვინ აკეთებს არჩევნებს? პროპორციულია, ხო? კი. ამიტომ, გვაქვს შედეგი ერთი სიტყვით ის, რომ ვიცით რამოდენიმე პარტია, ვინც იღებს უკვე მონაწილეობას. ესაა გირჩი. ეს არის ლელო. სავარაუდოდ გახარიასთანაც მიდის ვაჭრობა 15 წლიანი 20 წლიანი პატიმრობა ემუქრება და იასნია. გახარიასთანაც ჯერჯერობით გახარიაზეც ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, იმიტომ რომ არ ვიცით საერთოდ ეგ კაცი დაბრუნდება თუ არა. თუმცა პარტიამ განაცხადა, რომ ემზადებიან უკვე
ემზადებიან იმისთვის რომ მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ ასე გადაჭრით, ანუ თან არ ჩამფურწოვენ არც წვაც, ანუ რაღაც ვაჭრობისთვის იტოვებენ სივრცეს ბიზნესთან. ალბათ ბატონო ბიზნესმა მასწავლა გახარიას ვაჭრობა. ხო, და აი ვაჭრობენ მაღაზია რა. ვაჭრობის ხელოვნება, ნუ ამათგან არაცა გასაკვირი რომ ყველა მიცის, თუმცა საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ლელო იღებს არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ არის მეორე პრობლემა. შიდა დაპირისპირებები. შიდა დაპირისპირებები ლელოში? ლელოში. ლელოში რა შიდა დაპირისპირება? შიდა დაპირისპირება ერთი არის. აი ბუაძე? ხო, ბუაძე თუ გინდ უკვე ტოვებს მის პოსტს, რაც შიდა პარტიული პოსტი აქვს. ის რა ქვია, პოლიტ საბჭო დატოვა ბუაძემ, მაგრამ თქვა რომ ჯაფარიძე ხაზარაძის გათავისუფლებამდე რჩება პარტიაში და მე ალბათ ბაბუები რასაც იმას გააკეთა. რა ვიცი. რამდენმა წევრმა განაცხადა რომ ტოვებს. ერთი მე ვიცი საბაბუაძე, მეორე ვიცი ანა ნაცვლიშვილი, ეგ ორი ვიცი უეჭველი. არა, მეტი არის, მაგრამ ისეთი აი ისეთი რომ სულ თვალში გეჩეხება, ეგეთები არის საბაბუაძე და ანა ნაცვლიშვილი. ეგ ორი უეჭველი ვიცი რომ მაგას გააკეთებენ და გავლენ პარტიიდან. ნახოთ, ნუ ახლა წინ რამდენი თვეა? გასავს მელიამ რო თქვა 4 თუ 5 თვეა, ხო წე? 5 თვეა წე. ოქტომბერი. სავარაუდოდ მასე გამოდის რომ ციხეში იქნებიან. ეგეც კარგი კითხვაა ისე ლუკა. არჩევნებამდე როგორ მივალ საერთოდ? არჩევნებამდე თუ მივალთ ეგ არის ჩემთვის თავარი კითხვა. გიშვა აქვს სხვათა შორის დაგეგმილი საპროტესტო რაღაცა ჭყალებში რო ვთქვა აქციები იმ დღეს რა ქვია არჩევნების დღეს რომელ გირს იაგოს? იაგოს. რაღაც საპროტესტო აქციები მე მათ ლაივს რო უსმენ რაღაცა ეგრე მახსოვს რომ საპროტესტო აქციები აქვს რაღაცა დაგეგმილი არჩევნების დღეს ან არჩევნების დღის შემდეგ. სვენიათ მაგის შესახებ? არა ხო არ მოგისმენია. ხო თუ არ ვწდები სანდრომ თქვა მაგის შესახებ რომ დაგეგმილი პროსტა ჰიპოთეტურად როგორც ახასიათებს ალბათ თქვა სავარაუდოდ. ნუ გვაქვს ის კრიზისი რომ ხო გირჩის აქციები ხო საერთოდ უნიკალური. უნიკალური რაღაცა. გლინტვეინ სვამდო საუბრობთ. მე ახლა რაღაცნაირად მინდა მოწოდებისკენ წავიყვანო აქცია. არა, ხო გვაქვს შედეგი ის რომ ნუ ლელო იღებს ოფიციალურად, გირჩი იღებს ოფიციალურად და ლატენტურად იღებს გახარია. ლატენტურად კარგი სიტყვა. ლატენტურად იღებს გახარია. კარგი, ახლა ოპოზიცია გასაგებია, ოპოზიციაზე ისედაც ბევრს საუბრობთ და ალბათ ძალიან გირჩივით არ მოგვივიდეს რა. ხო რა, ძალიან ისე გამოგდის რომ ოპოზიცია. რაღაც ხო, ნუ კოცებს ხალხო იმიტომ არ განვიხილავთ და ხშირ შემთხვევაში კი განვიხილავთ, მაგრამ იმდენად ხაზგასმით არ საუბრობთ, იმიტომ რომ მათზე ყველაფერი ნათელია რა. ანუ ჩვენ ზუსტად მაგიტომაც დავარქვით არალეგიტიმური პოდკასტი ამას, რომ არალეგიტიმური ყავს თავრობა და არალეგიტიმური ყავს მოდი კოცების გადმოსახედიდან ვისაუბროთ. მოდი ცალოთ ეგეთი რაღაც, რომ აი ვართ კოცები. აი დაჟემენა პარტიული კოცები ვართ, დეპუტატა კოცები ვართ და მოდი ვისაუბროთ. სისხლით გაკოცებული ვარ. სისხლით ხორცამდე ხარ კოცი. აი ჰაბიტუსზე შეგიძლია შეგეტყოს, აი რაღაც ჰაბიტუსზე ყველას ეტყობა ვინც აქვს კოცი. აი უცებ ღიპი უნდა დაგედოს. რაღაც არ ვიცი, რაღაცნაირი როჟა უნდა გახდე რა. ხო, ეს ცისფერი სმოკინგი მაცვია, რაღაცა თითქოს რაღაცა ის ვარ. სულ ჯიპით დავდივარ და კიდე რა აქვს, იდენტური რა აქვს ისა კოცებს. იდენტობა? გლობალური ომის პარტიას ყოველთვის განვიხილავთ. ევროპას ვაკრიტიკებთ. ან კიდე ტრამპს ვთხოვთ რომ თქვენ გამოიჩინოთ ყურადღება ამერიკას. ტრამპს რა ამერიკას ვთხოვთ რომ თქვენ გამოიჩინოთ ყურადღება და წამოხვიდეთ მოლაპარაკებებზე. რომ ჩვენ შემდეგ დაგიჯდეთ. კიდე რა არის? კიდე. გაგევება. ხო, ვიტყვი რომ ევროპაში მაგევებენ, მაგათი დაშევეცი ძმა. აქ თუ დავადოთ. ასე ვიტყვი და მე წავალ გერმანიაში, ან იტალიაში, ან სადმე საგულავთ. და პლუს კომოს ტბაზე ძალიან გემრიელად გავერთობი ჩემს საყვარელთან ერთად. თქვათ
ეს არის კოციზმი მეგობრებო, მეტი არაფერი. ძალადობენ? ურტყამენ ხალხს, ჩემს უფლებებს ვინ იცავს? ჩემს უფლებებს იცავს პოლიცია. რა პრობლემაა? და პოლიციას ვინ, აი პოლიცია მე მქონდა ძალიან ქოცთან საუბარი მათე. ეს საცხო ურტყამენ ხალხს. ხო, მე მქონდა ეგეთ საუბარი. ჯოხის მოკნება მათეს მაპატირო. ხო. ის ხო შეეხოდა სახე თუ გინდა იმ ადამიანს ამაღლობელმა რო დაარტყა. აუწით. დაარტყა. პოლიციას რო დაარტყა, ხა საბარ ასელოდებს. მიშად რო შენ იცი რას გიზამდნენ მაგის გამო? აი, მომეწონა შედარება უკვე 2012 აი, დავარტყით. აი ეს კარგია. ეს ხაზი მომწო შედარება. შემდეგ პოლიციას რო დაარტყამ, შენ მიშაზოს იცი სად აღმოჩნდებოდი? შენ იცი რომ მუსელიანცი იყო იმაზე რა ქვია, ეროვნულ გამოცდებზე. მიშაზოს ეროვნულ გამოცდებზე მიგიშვებდა საერთოდ და ეგრე ჯაფარა რო წერს რომ ბიბლიოთეკებში წიგნებს კითხავს. მიშაზ დრო შენ რა იცი რა ხდებოდა? არა მე. ბიბლიოთეკა კი არა, სენატრებოდათ რა ქვია, პურის ყუა. პატიმრებს. კი ბატონო. ხო ახლა თუ ხალხო არ გვინდა რომ მართლა დაუბრუნდეთ იმაში რა ქვია მიშას დროში და მიშას პერიოდში ავირჩიოთ კოცები ავირჩიოთ კოცები და მიშას პერიოდში გინდა ცხოვრება არა არ მინდა მიშას პერიოდში ცხოვრება არც ამ პერიოდში ანუ ბიზნეს რას უკეთებთ მათე ამ პერიოდში სამინდა ცხოვრება 2012 წელს მოვიდნენ აი რო დაუფიქრეთ პროსტა რა 2012 წელს მოვიდნენ რა მთელი ჩვენი შეგნებული ცხოვრება გავატარეთ ამათ მთავრობის ქვეშ. ანუ ამათ მთავრობაში ვცხოვრობდით, ამათ პირობებში ვცხოვრობდით, მთელი ცხოვრება გავატარეთ კოცებად. გვინდა არ გვინდა კოცები ვართ. და რატომ პროსტა? ხო შეგვიძლია რომ ვიცხოვროთ წყნარად საერთოდ არ ვიფიქროთ, არ ვისაუბროთ პოლიტიკაზე, ჩვენთვის შვიდად ვიცხოვროთ, აქციებზე არ ვიაროთ და იქ არ ვიტყნათ ტვინი. თუ და შვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება უბრალოდ. ხო შეიძლება ეგრე მარტივად გაგრძელდეს ჩვენ ცხოვრება. არა შეიძლება, იმიტომ რაღაც გარდამავალი სახელმწიფო ვართ, რომელსაც რაღაც ყოველთვის რაღაც უნდა არყევდეს. არა, ჩემი აზრით მაგ პრობლემა იმაშია, რომ არ არსებობს ჩვენს რეალობაში ისეთი პოლიტიკოსი და ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც მოდის და ძალაუფლებით არ ტკბება და არ ეყენებს საკუთარი ინტერესების დაცვისთვის თუ ინტერესების გატარებისთვის. ამიტომ ეგაა ჩვენი ყველაზე დიდი კრიზისი. აი კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო მათ. შეამოვნებით ნებისმიერ საკითხს. ბიზნესმენები იყვნენ კანცელარიაში პრემიას შეხვდნენ. და რაღაცნაირად გამოუთხრის. აი მიყვარს ასეთ საუბრები, რომელიც მიწას უთხრის კონცეფტს. შეხარ რადიკალი გინდა ქვეყნის დესტაბილიზაცია, შეხარ მოღალატე ნაციონალი. და ეკლესიის მაგინებელი. აი ეს. ლიბერალი ლიბერასტი. კი ბატონო. ბიზნესმენები შეხვდნენ კობახიძეს კიდე ეგეთი ბავი მოხდა ბიზნესმენები შეხვდნენ კობახიძეს და რაღაცნაირად ბიჭო რაღაც ძალიან ტრაგდაყენებულები გამოვიდნენ იქიდან რა ელაპარაკა ამ ბიჭმა ეგეთი არ ვიცი სხვა ჩვენს არც უბრალოდ ინფორმაციები ჩვენ ახლა რაც მივიღეთ იყო რომ გამოვიდნენ და ბიზნესმენებმა გააკეთეს კომენტარი სხვა რაიმე ვიცი და რაც მოვისმინე იყო ის რომ კობახიძემ ილაპარაკა რაღაც სტრატეგიაზე როგორ გაზრდიან ეკონომიკას თქვა რომ დასავლური ფულით ფინანსდებოდა გადატრიალების მცდელობა საქართველოში და ნუ როგორც მივხვდი მაგის მესიჯ ბოქსი იყო რომ ტრაგი დააყენეთ თუ გინდა წესიერად აკეთოთ ფული და იცხოვროთ წყნარად და თემურ ჭყონიაც კი ძალიან მშვიდად გამოვიდა იქიდან და საერთოდ ვერ გავიგე იქ რა მოხდა. ანუ აშკარად მოხდა ის რომ ნაცვლად იმისა რომ ბიზნესმენები ადგენენ და უთხრან რომ აი სულ ყველაფერს თავი რომ დაანებო ხაზარაზე და ჯაფარიზე გაუშვით იმიტომ რომ დამოუკიდებელი ეკონომიკური სისტემა შექმნეს ქვეყანაში ბანკი დაარსეს. შენ იცი რას ნიშნავს 90-იანებში შენ რომ ბანკს აარსებ რომელიც დღემდე მუშაობს და გამართულად მუშაობს. ეგ არის ძალიან დიდი ცოდნა და ძალიან დიდი სკილები და ეგ გააკეთეს და იმის მაგ და ეს ბიზნესმენებიც ამ ბაზაზე ხო შეიქმნენ და იმის მაგალითად რომ უთხრან შენ ბიჭო ხო არ უბერავ იმიტომ რომ დღეს თუ ხაზარაზე ჯაფარიძე დააპატიმრე იმის გამო რომ სხვა პოლიტიკური მოსაზრება აქვს სხვა შეიძლება მე მომადგე რა გარანტია აქვს ჭყონიას რომ არ მიადგებიან და არ დაიჭერენ არა მარტო ჭყონიას აქვს გარანტიები ხა ჭყონია მაგრამ არა მარტო მაინც მიუხედავად ყველაფრისა მაინც პრობლემად რჩება რომ მთავრობას ნებისმიერ მომენტში ერთი თითის დატკაცუნებით რომელსაც განახორციელებს ის ვისი სახელიც არ ითქმის, ვინც განახორციელებს თითის დატკაცუნებას, მაგის ბრძანების შედეგად მოხდება ისე, რომ
დაიჭერენ ნებისმიერ ბიზნესმენს და ამას არიაზრებენ, ამაზე არ ფიქრობენ. ნუ ახლა იტყვიან რა ჩვენ რო ვიაზრებთ, მაგდე რო გაგიაზრებთ. არა, უყურე იმას კომენტარებს მოусმინე, რო გამოვიდნენ რამდენიმეს მოусმინე. ერთმა თქვა ყველაფერი მშვიდად და სტაბილურად არის, ყველაფერი რიგზეა. ერთმა კი არა, უმრავლესო დაჟე ჭყონიამაც ეგ თქვა. კი, ჭყონიამაც ეგ თქვა და ძალიან ბევრმა თაში აქო. დი აქ. რო ანუ სწორ პოლიტიკას ატარებენ და ასე ეკონომიკურ. ძალიან მაინტერესებს რა ეკონომიკური გეგმა წარმოადგენა კოლხიძემ. საერთოდ ფიქრობ რომ რაიმე გეგმა შესთავაზა? ბიჭო, ბიზნესმენები არიან, ალბათ შესთავაზა, რაღაც ელაპარაკა, იმიტომ ახლა ბიზნესმენები ისინი ხო არ არიან რა ქვია, ტელევიზიის მაყურებლები. ბიზნესმენებს ატუალან ჯერს იმას რა მნიშვნელობას. უყურე რა, გინდა არ გინდა ხო? მაგალზე დგას. კაპიტალი გინდა არ გინდა, მაგალზე დგას და ისინი ინარჩუნებენ ამ კაპიტალს, რომლითაც ანაწილებენ და ყვებავენ დაბალ ფენას რა. საფრთხეობა შესთავაზებ, იქ მორჩა მისთვის რა ღირებულებები აღარ არსებობს სხვა. თავია ფულა დაწეროს ფული. ისეთ ალბათ ხო და მაგასაც მნიშვნელობა აქვს ფული გმართავს. ფულს როგორ წერს ფული საზოგადოებას გმართავს ფული. პირდება რომ ფულს დაწერს. ხო, მაგრამ უყურე ჩვენ რაც და მე უბრალოდ მაინტერესებს რა უთხრა ეგეთი რომ მე თვითონ მოვისმინე. მაგრამ ეგრე არა. ანუ ჩვენ ვცხოვრობთ ხალხნო, ჩვენ არ ვცხოვრობთ კაპიტალიზმში. ჩვენ ვცხოვრობთ სოციალიზმში დღეს. სოციალიზმის ნანგრევებში. ნანგრევებში, მაგრამ სოციალიზმი ხო ეწოდება ამ ყველაფერს. და სოციალიზმში როგორ შეიძლება რომ ახლა ბიზნესი სოციალიზმში კმაყოფილი იყოს ყველაფრით, ხო? არაა კმაყოფილი, უბრალოდ კონკრეტული ბერკეტები აქვს სახელმწიფოს დღემდე, რომ დააკმაყოფილოს რაღაცით ისა ბიზნესი. რაღაცა ბერკეტები აქვს და ამ ბერკეტებს თავაზობს და ყოველ წლიურად რაღაცნაირად გასცემს ამას და ამ მინიმალურზეც ბიზნესი როგორ კმაყოფილდება ისე ვერ ხვდები რა. არ ვიცი. რაღაცა მით უმეტეს დაფინანსებები შემცირებული დასავლეთიდან, ყველაფერი ანუ გასული პროდუქტებიც შემცირებული, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ უშვებთ ევროპაში, ყველაფერი რუსეთში იყიდება. ყველაფერი რუსეთში იყიდება. ბელარუსიაშიც ასე უნდა. აი ბელარუსი დენა და ბელარუსი რუსეთ ერთია. ხო, ერთი. კაი, ერთს ვიტყვი რა. საბოლოო ჯამში ასე დაალაგდა რა ყველაფერი რა. ერთი გვაქვს ის რომ ბიზნესმენები შეხვდნენ კობახიძეს და ყველაფერი მშვიდად არის მანდ. მეორე გვაქვს ის რომ არა უშავს ლელომ მიიღო მონაწილეობა, გადაწყვიტა რომ მიიღო მონაწილეობა და ეს განაცხადა და ალბათ რაღაც ვაჭრობა გარიგება შედგა ივანიშვილსა და ხაზარაძეს შორის. ეხლა რატო არიან დაჭერილი? არის საფრთხე, მე ანუ ძალიან იმაში ერთი რაღაცა მინდა ვთქვა რა, ბოდიში რო გაწყვეტინებ, ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით ეხლა რეალურად დაჭერილები სანამ არიან, მიდის მოლაპარაკებები. აბა რა, ახლა იქ მართლა წამოწოლები კი არ არიან მთელი დღე და ყველა ვარიანტში მოლაპარაკებები. მიდის ოპოზიცია. ჩვეულებრივად ხვდებიან ერთმანეთს, ბაზრობენ, ურთიერთობენ, ჩვეულებრივად, ნუ ხალხო გამოვიდეთ რა, ილუზიებიდან რა. ეგრე ხდება რა, დიდი ბიძები ერთმანეთში ლაპარაკობენ და წყვეტენ თქვენს მომავალს. ეგ იცოდეთ, ეგ ეგრეა ზოგადად. და ეგეთ დიდი ბიძეები ერთმანეთთან დასხდნენ, მოილაპარაკეს და მივიდნენ რაღაც გადაწყვეტილებამდე, რომ ასე და ასე უნდა იყოს და წერტილი რა. კონსენსუსამდეც მივიდნენ. რაღაც კონსენსუსამდე უეჭველი მისულები არიან და დგავართ რაღაც საფრთხის წინაშე. მე ლელოს არ ვენდობი როგორც პარტიას უკვე ამნაბიჯის მერეც არ ვენდობი და მანამდე ზეად არ ვენდობი და გვაქვს საფრთხე იმისა რომ ერთი ოლიგარქი პროსტა შევცვალოთ მეორე ოლიგარქში და მივიღოთ ისე ოლიგარქიული წყობა და ისე ოლიგარქი რომელიც გვმართავს და ყველაზე საშინელება იქნება ის რომ ეს ერთი ოლიგარქი იქნება გარიგებული მეორე ოლიგარქთან ეს არის და ეს აუცილებლად გარიგებული იქნება აუცილებლად თან ანუ არ არსებობს ბიზნესმენი არ არსებობს ოლიგარქი უკვე ბიზნესმენი შემდეგი ლეველად შეიძლება ჩაითვალოს ოლიგარქი, ხო? არ არსებობს ოლიგარქი, რომელიც თავის ფულზე არ ზრუნავს. არ არსებობს და ის რაღაცა პრინციპები თუ გინდა ეროვნული აინტერესებს, ვიდრე მისი ფული. არ არსებობს ხალხო. ამის ნათელი მაგალითი თუ გინდა ტრამპიცაა რა. ტრამპიც ნათელი მაგალითი ამის, რომ ყოველთვის მისი პრიორიტეტი არის ფული. ის ფული შეინარჩუნოს მინიმუმ შეინარჩუნოს თუ არა გაზარდოს რა და აი ხა ტრამპზეც კარგად მოხდა ისე გადართვა მინდა რომ საერთაშორისო ხო რა საერთაშორისო საკითხებსაც შევეხოთ იმიტომ რომ საქართველოში რაც ხდება ალბათ ვისაუბრეთ სამი პოდკასტია უკვე მაგაზე ვსაუბრობთ ხო გუშინ მაგრა წავიკითხეთ ეგ ინფორმაცია და ეგრე წავიკითხოთ მაყურებელსაც და გაასწორებს ილონ მასკმა X-ზე დაწერა
რომ ქმნის ახალ პარტიას, რომელიც იხსნის ამერიკას. იხსნის ამერიკას. მგონია რომ სერიალში ვცხოვრობთ. და ამ ნიუსით სერიალის რომელიღაცა სეზონი დამთავრდა უბრალოდ და წავიდა ტიტრები. The end და მიდის და ყველა ელოდება ახალ სეზონს. და ახლა გავუშვით ტიტრები და შევხვდებით შემდეგ იმაზე ჩვენ ვიმყოფებით Dirty Habits ბარში. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ არხი, გვერდში დაგვიდექით და უფრო მეც ვილაპარაკებთ, უფრო საკაიფოდ ვილაპარაკებთ და უფრო განვითარდება ჩვენი კონტენტი. გამოყევით კომენტარები, ლაიქები. კიდევ ერთხელ ყველას გეუბნებით, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩვენთან მოსვლა, ჩვენთან დიალოგი, ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის მოვისმენთ და ვეპატიჟებით მათსაც, ვისაც ჯანსაღი კრიტიკა აქვთ. ერთი სიტყვით ეს იყო არალეგიტიმური პოდკასტის მეორე ოფიციალური ეპიზოდის დასასრული. რატო რევ მაყურებას და მეც რატომ რევ? აბა რამდენია? შეჩემა, მესამეს ვიღებთ უკვე. მაგრამ მეორე ოფიციალურია. ოფიციალური რას ნიშნავს? პირველი საპილოტე. ბიჭო, პირველი საპილოტე იყო. რას ქვია საპილოტე სერიალს იღებ შეჩემა? ბიჭო, არა აქვს მნიშვნელობა, პირველი იყო საპილოტე. მადლობა ყველას. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ და დააკომენტარეთ რა თქვენი აზრიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელი. მადლობა ყველას. კარგად გწანდებოდეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა ბატონ ბიძინას. კარგი იყო. ზო. შო. ბიჭო, მაპატეთ ლოდი